თქვენ გთავაზობთ პანდორა და ლეტალიას ერთობლივ ვიდეოს. ლეტალია ეს არის ბლოგერი არხისა точка глубокого погружения. პანდორა არის ბლოგერი არხისა პანდორა რევიზიონ და ესენი ერთობლივად წარმოგიდგენენ კითხვა-პასუხებს. ეს ვიდეო იყო ატვირთული 23 წლის 16 სექტემბერს, მაგრამ აქტუალურია ის კითხვებიც და პასუხებიც, რომელიც ის გაისმის ამ ვიდეოში. მაშინ დავიწყოთ. პირველი კითხვა: რა არის დროის ხაზები, როგორ ეხებიან ეს ხაზები ადამიანის მდგომარეობასთან? რა გავლენა აქვს ამ ხაზებს ადამიანის ცხოვრებაზე, ასე ვთქვათ, და როგორ მოვიქცეთ გადასვლის დროს. თუ რა არის დროის ხაზები, ეს თქვენ უკვე იცით, ვინც მე მისმენთ, რადგან ისმაილ პერესმა ბევრჯერ ახსნა ეს და მეც ბევრჯერ გადმოგეცით თქვენ ამის ახსნა, მაგრამ მაინც გადავთარგმნი იმას, რაც აქ-წერია, რომ მე არ დავიბნე. და პანდორა პასუხობს: მე როგორ მესმისო ეს დროის ხაზები, როგორ აღვიქვამო ამ დროის ხაზებს, როგორც ასეო დრო შექმნელის სივრცეში არ არსებობსო. და დროის ხაზები ეს არისო, ეს არსებობსო როგორც ფრაქტალური განსაზღვრული ნივთებიო, როდესაც თვით შემქმნელს უნდაო ამ სივრცეში განვითარდესო. მაგალითად ჩვენ დროის ხაზზე. როგორც თქვენ იცით, უკვე იცით, რომ პარალელური დროის ხაზებიც არის დადებითი, ნეგატიური, ორიგინალური, არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ხაზები, ხელოვნური ხაზები, არის ნეიტრალური ხაზები. ისე პანდორამ სწორი თქვა, ეს არის ცოტა შეფართებითი გაგება. ახლა ლეტალია იტყვის, თუ მას როგორ ესმის ამ დროის ხაზების გაგება. მან ის ხსნის ასე: მე ხედავო დროის ხაზს როგორც კომპიუტერული თამაში, მაგალითად ყოფ ხაზს. ჩვენ ხო ყველანი თამაშობთ. ჩვენ რადგან თამაშობთ, ჩვენ ამ დროში ფუნქციონირებთო საჭირო განსაზღვრული დროის ხაზებზე. ანუ ჩვენი მაგალითად დედამიწის პარალელური სივრცეებიც არსებობს, რომელსაც ყოველთაგანს მათგანს გააჩნია, ანუ პარალელური სამყაროები, რომლებთაც თავისი დროის ხაზი გააჩნია. და ეს ხაზები ნიშნავს როგორც საწყის მონაცემებს ამ თამაშისა. თუმცა მე დავამატებდი, რომ ამ პოზიტიურ დროის ხაზს, რომელსაც ჩვენ ვართ ახლა, უკეთებენ ხოლმე კორექტივებას, ბევრი ნეგატიური ძალა შეეცადა ჩარეოდა და ხაზი გადაიყვანა ნეგატიურ ფორმაში, მაგრამ ყოველ ეს 24 საათიანი კორექტირება ხდება ამ ხაზის, რომ ჩვენ არსად გადავუხვიოთ. ჯერჯერობითო ყოველ ვიდეოში ამბობს პერეზე ხოლმე, ჩვენ ვართო ორიგინალურ პოზიტიურ დროის ხაზზე, როგორც ყოველთვისო. რატომ ამბობს ის ჯერჯერობით? იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს რისკები, მაგრამ იმისთვის, რომ ეს რისკები არ გამართლდეს, ჩვენც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამას ჩვენი დადებითი პოზიტიური აზრებით და ჩვენი ვიბრაციების აწევით. იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვფიქრობთ, იმას ვამყარებთ. მაგას ვაძლევთ სიცოცხლის გამოვლინებას, მაგას ვაძლევთ ფორმას და ასე შემდეგ, ვასულიერებთ. ხო და ეს ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რას ვაქცევთ მატერიალურ ფორმად და რას გავასულიერებთ. ან რას გავამაგრებთ, რას დავაფიქსირებთ. ეს ყველაფერი არის მოსახლეობაზე
დამოკიდებული. ამას არ უნდა ძიმე სამუშაო, ამას არ უნდა ბარბა თოხნა, ან კიდევ სასამუშაოების ჩატარება, ამას უნდა მხოლოდ გონივრული მუშაობა. და ლეტალია ამბობს, რომ ჩვენ როგორც მოთამაშეებსო გვაქვს უფლება ამ დროის ხასებზე ვიხტუნაოთ. თუ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ. გვაქვს ამის უფლება ერთი დროის ხაზიდან მეორე დროის ხაზზე გადავიდეთო, ან დაუბრუნდეთო ძველ დროის ხაზს და ასე შემდეგ. გვაქვს ამის უფლება. ოღონდ უნდა ვიცოდეთო ეს როგორ გავაკეთოთო. ეს გადახდა-გადმოხდომა ხდება ხანდახან ავტომატურად, მაგრამ თუ ისწავლიო დროების შეცვლის საიდუმლოს, ჩვენ შეგვიძლიათო უკვე შეგნებულად შევცვალოთო ჩვენი დროის ხაზები. აი როგორც მიგითხარით თქვენ, გადავიდეთ ნეგატიურიდან პოზიტიურ ხაზზე, ან კორექტირება გავუკეთოთ იმ ხაზს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. რასაც ჩვენ ვაკეთებთო ჩვენ პლანეტარული სამუშაოს შესრულებისასო. იცით, მე მინდა რასაკვირველია მაქვს სურვილი პლანეტარული მუშაობა ამათი გადმოვთარგმნო, მაგრამ მე ვერ შევქმნი იმ სფეროს, რა სფეროსაც ქმნიან ესენი. მათ აქვთ სპეციალური მუსიკა, მათ უბრალოდ მე მეშინია, რომ თქვენამდე ვერ გადმოვწე ის მდგომარეობა, რა მდგომარეობასაც ქმნიან გოგოები ამ ჩატარის დროს, თუნდაც განმეორებით. ამიტომ არ ვიცი, ნახოთ, ერთხელ გავრეცკავ. იმიტომ რომ არანაკლებ უმნიშვნელოვანია ამ პლანეტარული სახურების მოსმენა. არანაკლებ უმნიშვნელოვანია, პირიქით. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ასე ვფიქრობ. და საერთოდ გოგოებიც ფიქრობენ ამას. იმიტომ რომ შენ გრძნობ შეხებას ძალებთან. თუნდაც ჩაწერითი ვიდეოს უსვინო განმეორებით. მე გრძნობ ამას. ყველაფერს რაც ამ ვიდეოში ხდება. და მე ჩემს ეს მოქმედებს პოზიტიურად, ჩემს ეს მოქმედებს კარგად. და შენ როდესაც ითვისებ ამ ინსტრუმენტს, შენ უკვე არ ახარ ადამიანი. შენ გაქვს რაღაც უნარები, რაც შეეფერება როგორც ეგონათ, რომ რაც შეეძლო მხოლოდ ღმერთებს ან შემქმნელს. თუ იცით რა, არა აუცილებელი სითხები გქონდეს, თუ შენ იცი საიდუმლო რაღაცის, ხო? რისი შეცვლა შეგიძლია, თუ შეგიძლია რამის შეცვლა. ეს სითხები არა, ეს არის უნარი. და მე მინდა ახლა უპასუხო კითხვის მეორე ნაწილსო, თუ როგორ იქცევიანო დროის ხაზები გადასვლის დროს. რაც მეტი ქაოსია სივრცეში, მით მეტია დროის ხაზების გადაკვეთა იმ წერტილში. როდესაც დროის ხაზები გადაკვეთენ ერთმანეთს, იქმნება კვანძი და ამ კვანძის მეშვეობით შეგიძლია გადახდეს სხვა დროის ხაზზე. კიდევ ერთხელ განმეორდებიო, რომ ეს შეიძლება მოხდესო შემთხვევით, ავტომატიურად, ან და შეიძლებაო ეს გადასვლა, ამ სხვა დროის ხაზზე გადასვლა მოხდეს შეგნებულად. და ის, ვინც ფლობს გადასვლის ინსტრუმენტებით, მას შეუძლია შექმნას მისთვის საუკეთესო მომავალი. რითაც მე ვარო დაკავებული, ამბობს ლეტალია, ჩემ ინდივიდუალურ სეანსებზე. ხო, მეც მოწმე ვარ, რომ ლეტალიას გადაყავს კლიენტები, მაგალითად წარსულში რაღაც მოხდა ისეთი, რამაც კლიენტის მომავალი ცუდი მიმართულებით წაიყვანა. ის მიდის წარსულში, ის ცუდი იმ ცვლის კარგით, ახლა დეტალებში არ შევა, და კლიენტის მომავალი სწორდება. ეს ღაპარი არა, ეს ფანტასტიკა არა, ეს მართლა მასე ხდება. უბრალოდ ჩვენ იმდენად ვართ მიჩვეული, რომ ტყუილში გავიზარდეთ, თან არაერთი თაობა 1850 წლიდან ჩვენ გვაცხოვრებენ ტყუილში და გვაკეთებიებენ იმას, რაც არ გვინდა და გვაჩეჩებენ იმას, რაც
გვაზიანებს და გვწამლავენ პირდაპირ გაგებით. გინდა წყლით, გინდა ჰაერით, გინდა ინფორმაციულად წამლავდნენ ყველა მხრიდან. და ეხლა ამ სამი თაობის თუ არა მეტი შთამომავლობის გადამწყვეტება იმაში, რომ რასაც ჩვენ გვაწოდებდნენ, ეგ ყველაფერი სიცრუე იყო, ძალიან რთულია ხალხო. ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ისე ჯერა ჩვენი მშობლების, აი ბევრჯერ გამიგია, ჩვენი წინაპრები ამას აკეთებდნენ. კი, ჩვენი წინაპრები ამასაც აკეთებდნენ, იმასაც აკეთებდნენ, მაგრამ სწორად აკეთებდნენ? სხვა გზა არ ქონდათ, თუ არ გაეკეთებიათ. იყო კანონები, კაცი კანონები. მაგალითად, როდესაც შემოიტანეს ხორბალი და კარტოფილი, ხდებოდა აჯანყებები. ამ კარტოფილი და ხორბლის წინააღმდეგ. ეს ხორბალი, რომელიც შემოიტანეს, ადრინდელი ხორბალი იყო ბუნებრივი და კარგი, მაგრამ შემდეგ დაიწყო ყველა ხორბლეული სცენარეების გენოციდი, ვიტყოდი მე. რაღაცებს უმატებდნენ, გემოდიფიცირებას უკეთებდნენ. წყალში დაიწყეს საწამლავის ჩამატება. ფტორი გინდა, ქლორი გინდა. ამერიკაში იმას ანტიბიოტიკებსაც უმატებენ. საწამლავი გახდა სხვათა შორის ჰაერის შემადგენლობა, რითაც დაიწყეთ ჩვენ სუნთქვა 1850 წლის შემდეგ. შეიცვალა. 1890 წლამდე სულ სხვა ჰაერი იყო, სხვა წყალი იყო, სხვა მიწა იყო, სხვა ენერგიები იყო. და 1850 წლის შემდეგ ეგ ყველაფერი გაქრა, მარტო დარჩა ცუდი წყალი, ცუდი ჰაერი, ცუდი პირობები, ავადმყოფობა. ადამიანმა დაიწყო ავადმყოფობა. კარგით, მოდით გავაგრძელოთ. შემდეგი შეკითხვა სვენელისაგან კრასნოდარიდან. პანდორა და ლეტალია გაქვთ თუ არა თქვენ გაგონილი ასეთ ქვეყანაზე, როგორც ლუკამორიე. ეს ქვეყანა არსებობს და პუშკინის ზღაპრებში, პუშკინის ლექსებში. ჩვენ მე რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩვენ როდესაც სწავლობდით პუშკინის ნაწარმოებს, ხშირად მეცნობდა ხოლმე ლუკამორია. არ მახსოვს ამავით უკვე ეს ლექსი. ლუკამორია დუბ ვისოკი, თუ ზუსტად მახსოვს. ხო. და სად არის განლაგებული ეს ლუკამორიე? რომელიღაც ვიდეოში თუ მე უსმენდი ცალკე, რომელიღაც ტარტარიას ვიდეოში, რომელიც მე მგონი არა მაქვს ჯერ გადათარგმნილი ის, ხსნის ის კაცი თუ რას ნიშნავს ლუკამორიე. მორი, ზღვა, ლუკამორიე, არმა დამავიწყდა უკვე, ხო ხედავთ? კარგით, გავიხსენებთ. ინტერნეტშიო ამბობს პანდორა, ინფორმაცია ამ ლუკამორიეზე ბევრია, მაგრამ მე გადაწყვეტიო სხვა გზით წავსულიყავიო და სხვა გზით მომეპოვებიაო ინფორმაცია ამ ლუკამორიეზე. და როდესაც მე დავიწყე ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებაო, მე დავინახე ასეთი რაღაცაო. დიახო, რუკები ემთხვევაო, სადაც ეს ლუკამორიე იყო აღნიშნული. და უზარმაზარი ხე იყო განლაგებული ურალის მთებს შორის, ალტაის მთებს შორის, სადაც ახლა არის განლაგებული ბელუხა. ბელუხა რა, მდინარე ალბათ, ხო? სადაც მიედინება მდინარე ბელუხა, სადაც არის მთა სინიუხა, სადაც არის იქ ეს ძლიერი ძალა შეიგრძნობა, უпроსტად ძალის ადგილები. და ეს ყველაფერი შეადგენს ერთ უზარმაზარ ხესო. რუსულად რომ ამბობენ დრევა. ჯერევა კი არა, დრევა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ხეა, ძალიან დიდი უზარმაზარი მსხვილი ფართო ხე. საერთოდ უზარმაზარ დიდ ხეებს ადრე უწოდებდნენ რუსულად დრევა.
ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ბელუხა მდინარე კი არაა, ბელუხა ყოფილა ციმბირის ყველაზე მაღალი მრთიანი მწვერვალი, ციმბირის და ალტაის ყველაზე მაღალი მწვერვალი, სადღაც 4506 მეტრო სიმაღლე და ეს ბელუხა განლაგებულია რუსეთის და ყაზახეთის საზღვარზე, в центре Катунского хребта. ანუ ქართულად მას უწოდებენ კატანის კედი, კატანის ხედი, კედი. ქედი. ხრებეთ. და აქ რომ არის ნახსენები გარა სინიუხა, ეს არის ყველაზე მაღალი წერტილი კალივანის ქედისა, რომელიც განლაგებულია კურინის რაიონში, ალტაიში და ესთა განლაგებულია სოფელი კალივანის და ტბა სახელწოდებით თეთრი სიახლოვეს. არის კიდევ პატარა სინიუხა თურმე, რომელიც არის განლაგებული ალტაიში კურორტ მანძრეროკში. არის ასეთი კურორტი თურმე მანძრეროკ და ეგ სიახლოვეში არის განლაგებული. და ამ მთა სინიუხას სიმაღლე არის 1210 მეტრო სიმაღლე. მთის დონით, ისე ზღვის დონიდან. და როდესაც პლანეტის ოკუპაციის შემდეგ შეიცვალა მატრიცას, პარადიგმაც, ეს უზარმაზარი ხე, რომელსაც უწოდებენ რუსულად დრევა, დაიღუპა. იმიტომ რომ შეიცვალა კლიმატი. მაგრამ ეს ტერიტორია დარჩა საკრალური, სადაც განლაგებული იყო ეს უზარმაზარი ხე, რომელიც დაიღუპა, სადაც არის განლაგებული სინიუხა, ბელუხა. იქ იმ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ტბები არისო, რომლებიც შეიქმნა ბომბარდირების შემდეგ მგრალი ტბები, რაც კი არსებობს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოს ჩათვლით, რომელსაც აქვს სწორი წრე, ყველა არის შექმნილი დამბობის შედეგად. ანუ დარჩა ვარონკები, დარჩა ორმოები, რომელიც შემდგომ უკვე მოგვიანებით გაივსო წყლით. რასაკვირველია, ბუნებრივად კიდევ არის ზოგიერთი, მაგრამ ბუნებრივ ტბას სწორი წრის ფორმა არა აქვს. ძალიან ბევრი ტბები არისო, ბევრი კრისტალებიანი ტბები, რადგან იქ ატარებდნენ თავდაცვას მაგები იმ დროს, როდესაც მოხდა ოკუპაცია. და მე ხილვაში ვნახეო მაგები, რომლებსაც ჰქონდათ გრძელი კისრები და მოგრძო ქუდები, ხო და კატუნიო, მდინარე კატუნი იღებს თავის საწყის ამ ბელუხას ქვეშ და ეს ის ადგილია, სადაც ადრე ყვაოდაო ის უზარმაზარი ხე, დრევა. და ამ ადგილს ასევე უწოდებენ სიცოცხლის ხეს, დრევა ჟიზნი. და რატომაც ძლიერი ეს ადგილი? იმიტომ რომ ის მაგები, რომლებიც ზედაპირზე იცავდნენ შემოჭრის დროს თავდაცვას, ისინი ხედავდნენ, რომ აგებდნენ და ჩავიდნენ მიწის ქვეშ. აი ამ მთის ქვეშ ჩავიდნენ და დღემდე იქ არიან. ამიტომ იგრძნობა ძალა იმ ტერიტორიაზე, რადგან დღემდე იცავენ თვითდაცვა საწარმოებენ მაგები შავი ბნელი ძალების წინააღმდეგ. დეტალია თქვა, რომ მე მინდა დავამატო, რომ ეს ყველაფერი ხდებაო წვრილ დონეზე, ხო, ის მაგიური ძალაც ეს ყველაფერი დარჩაო წვრილ დონეზე და ხალხიო ფიზიკურ დონეზე ეძებენო ამ ოქროს საბადოს, რომელიც ამ უზარმაზარი ხის ნარჩენის რომელსაც ეძებენ ამ უზარმაზარი ხის ნარჩენის გარშემო ზედაპირზე, მაგრამ
ეს მაგიური ძალა და თავისი მაგებიც არიან ქვეშ, მიწის ქვეშ, მიწის შიგ ჩასული. ხო, ბევრს აინტერესებს თუ რას ნიშნავს შუნგიტი. შუნგიტი, შოთა. შუნგიტი. პანდორა პასუხობს. წვრილ დონეზე შუნგიტი გამოიყურება როგორც კაცობრიობის დამცველი, ამიტომ ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძინა შუნგით, დამუშავებენ შუნგიტთან, ისინი ამას ნობენ და ესმის, რომ შუნგიტი იძლევა ძალიან მძლავრ დაცვას. ახლა კი მე ვნახავ ინტერნეტში, რა არის ეს შუნგიტი, პირველად მესმის. შუნგიტი ეს ყოფილა უნიკალური დოკემბრიული მთიური მასალა, რომელიც შედგება ნახშირისაგან 20%-დან 95%-მდე და მათ შორის ეს ქვის ეს მთის მასალა შეიცავს კიდე ანტრაციტს და გრაფიტს. მას აქვს შავი ან მუქი ნაცრისფერი ფერი, ხშირად მეტალური სიბწყინვარით. საბადოები ამ შუნგიტისა უფრო განლაგებულია კარელიაში. ამ შუნგიტს აქვს უნარი თვისება გაწმინდოს წყალი იმის დახმარებით, რომ შუნგიტი შეიცავს ფულერენებს და ამიტომ ხშირად გამოიყენება ფილტრებში მშენებლობის დროს, აგრეთვე როგორც ამოლეტი. შეიცავს ნახშირს, უგლეროდ, კრემნის კვარცს და ერთ-ერთი სახეობა, რომელიც შეიცავს ფულერენებს, ეს არის ნახშირის სპეციალური ფორმა, რომელიც მათ აძლევს სორბიტულ და კატალიზურ თვისებებს. და შუნგიტი მოქმედებს როგორც ბუნებრივი ფილტრი, შთანთქავს ციბინძურეს, ქლორ ორგანიკას და ავსებს წყალს სარგებელი მიკროელემენტებით. გამოიყენება როგორც ეკრანირება ელექტრომაგნიტური ველებისგან დასაცავად. ანუ ალბათ გამოიყენება ტელეფონებში, კომპიუტერებში, Wi-Fi-ში. აგრეთვე შუნგიტისგან აკეთებენ კრემ-ბალზამებს სახსრებისთვის. აგრეთვე მისგან აწარმოებენ პლიტებს, მასალებს, მოსაპირკეთებელ მასალებს, პირამიდებს, ამოლეტებს. რა არის შუნგიტი? ხო, მაპატიეთ, ნახშირი კი არა, ნახშირბადი. ესე იგი სწორად ფიქრობდი მე. ხო, ეს შუნგიტი, ქართულადაც შუნგიტია და შეიცავს ნახშირბადებს, დიდი რაოდენობით. ლეტალიაც ამბობს, რომ შუნგიტი იძლევა ძალიან ძლიერ ველს. შემდეგი შეკითხვა შედგება შემდეგში. როდის დამთავრდებაო ეს ყველაფერი? და როდის სწავლიანო ჩვენი მტრები დედამიწიდან? როდის მოაცელებენო კაბალას? იცით რა, მოდით მე კითხვას ამ პასუხზე გამოვტოვებ, რადგან ეს არის ძველი ჩანაწერი. ეს არის 23 წლის ჩანაწერი, იმის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, შეიცვალა ბევრი რამე, ხო და მე არ მინდა თქვენ 23 წლის პასუხი გადაგითარგმნოთ. არა მაქვს ამის მნიშვნელობა არ არის, არ არსებობს. რადგან თქვენ ბევრი ახალი ამბები მიიღეთ ამ 25 წლიდან, 26 წლის საწყისიდან. იმაზე მეტი მიიღეთ, რასაც უპასუხებენ გოგოები, რადგან ის იყო სხვა დრო, 23 წელი იყო. სადღაც 11 სექტემბერი, 23 წლის 11 სექტემბერი. გავიდა 2 წელზე მეტი,
მე 3 წელით გავიდა მგონი, ხო? ხო 24 25 არა 3 წელი არა გასული თვათ ხო და მაგის მერე უფრო მეტი ახალი ამბები მივიღეთ ჩვენ უფრო მეტი ახალი ამბები წარმოგიდგინეთ თქვენ ამიტომ ამას გამოვტოვებ პანდორა ამბობს რომ ამბობს იმ უზარმაზარ ხეებთან დაკავშირებით რომლებიც არსებობდა სანამ შემოჭრა მოხდებოდა დედამიწაზე პირველად ალბათ იმიტომ რომ დედამიწაზე ბევრი შემოჭრა იყო და თავიდან სანამ პირველად შემოიჭრებოდნენ უზარმაზარი ხეები იზრდებოდა და როდესაც მოხდა შემოჭრა და სპეციალური იარაღი დაარტყეს ამ ხეებზე ხეები ზოგი გაქვავდა ზოგი იქცა კრისტალებად ზოგი დაიფშნა და ხო ზოგი გაქვავდა ზოგი ქვად იქცა ზოგი დაიფშნა და აქ მაგათ სანამ ახლა მე ამას დავიწყდი საუბარს ქონდა საუბარი ქვებზე უნდა იყო ქვა ჩვეულებრივი ქვაო გაწმინდო მარილიანი ან სოდიანი წყლითო უნდა შენი სამუშაო დანითო დაალაპარაკო ამ ქვას რაც გინდაო შემდეგ ეს ქვა უნდა აიღო ხელში მიიტანო გულთან ჩაიხუტო გულში და ამ ქვის მეშვეობით შეგიძლიაო დაელაპარაკო ჩვენ დედამიწას გაიუსხეს ჩვენ პლანეტას ამ ქვის მეშვეობით უნდა შეიგრძნო მისი ენერგია შეუერთდე მას ეს ქვა ოდესღაც იყო უზარმაზარ ხედ მით უმეტეს თქვენ გვერდით თუ მიედინება მდინარე ეს ხე მთიდან იწყებს თავის საწყის შეიძლება ამ მდინარეზე აიღო ეს ქვა რომელიმე ქვა და საერთოდ ქვის მეშვეობით როდესაც უერთდები პლანეტას ძალიან ბევრ ინსაიდებს მიიღებ ეს არის პრაქტიკა შეგიძლიათ მოსინჯოთო კიდევ გავიმეორებ აიღო უნდა ქვა გარეცხო მარილიანი ან სოდიანი წყლით შემდეგ წამოწვე ალბათ ან დაშდე სიმარტოვეში მიიდო გულთან ეს ქვა ჩაიხუტო გულში და დახუჭოთ ალბათ თვალები იმიტომ რომ მე მაგალითად თუ რა მინდა რამეს ნახვა ვხუჭავ თვალებს ისედაც ჩანს თვალ დაუხუჭავით ვხედავ თუ რამე ხილვაა მაგრამ თვალ დახუჭული უფრო გარკვევი ჩანს პანდორა ამბობს რომ ამ ქვის მეშვეობით ამ პრაქტიკის მეშვეობითო მეო ჩემთან მოდიცო ძალიან ბევრი ინფორმაცია. კარგით, ეს მოკლე ვიდეო გამოვიდა, რადგან მე გამოვტოვე ორი შეკითხვა იყო დაწვენებული იყო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პასუხები და ამიტომ გამოვტოვე და გამოვიდა მოკლე ვიდეო. ამ მომენტში შევჩერდები ალბათ. მადლობთ ყურადღებისთვის, დროებით. მე მგონი კიდე მოვასწრებ ვიდეოს ჩაწერას.